ვისაც თავისთავი უყვარს, ვისაც რაღაცად მიაჩნია თავისი ცხოვრება და ჯანმრთელობა და ყველაფერი, მიდიან. დაახლოებით რა ჯდება საქართველოს კურორტებზე გასვლა? ძალიან ძვირი ჯდება. ძალიან ძვირი. შეიძლება 1000 ლარიც არ გიყოს, თაში 2 ადამიანს. ერთ-ერთ არა მაქვს ლაპარაკი, 2 ადამიანს შეიძლება 1000 ლარიც არ იყოს და სულ რამდენი დღე იქნება? 3 დღე, 2 დღე, ესე. როგორ გითხრა, დრო ისეთია ყველას კი არა, კინოცვალი, საშუალება რომ დაისვენოს. ჯდება დაახლოებით საქართველოს. უფრო დიდი პროცენტი კი. რა ჯდება საქართველოში დასვენება? როგორ? საქართველოში რა ჯდება საქართველოს კურორტებზე? სოლიდური თანხა რა თქმა უნდა და გააჩნია ადგილებს აგროვო, ზღვისპირეთში ძვირია რა თქმა უნდა. ზოგს სოფელი აქვს, ზოგს თავისი ადგილსამყოფელი და გადიან ქალაქიდან, იმუხტებიან ამ ძიმე ცხოვრების. რა ჯდება საქართველოს კურორტებზე დასვენება? 2000 ლარი, 3-მდე ეგრე. რამდენ ადამიანზე ეს? მაგალითად, ჩემი რძალი იყო წასული ბათუმიდან 3000 ლარი არც ეყო შვილა. ოჯახს. ოჯახს. 4 იყო წასული. ძალიან ბევრი ახერხებს წასვლას. ერთეულები ვერ ვახერხებ წასვლას და რათეულები კი ახერხებათ. რა ვერ გამოივლიაში დაშკმაწულები დადიან ღმერთმა მისცეთ. მერთმა ყველასა. დიდსა, პატარასა, რატომაც არა თუ კი გაქვს საშუალება უნდა წახვიდე. რა ჯდება ვთქვათ ოჯახმა რომ დაისვენოს თუნდაც საქართველოს კურორტებზე? იაფი არ ჩდება შვილო. შესაბამისად კაი თანხები დაჭდება. ახლა აქ რა ისეთი ძვირია, წარმოიდგინე კურორტზე რა იქნება პროდუქტი და რამე. და მით უმეტეს ბინა. არ არის იაფი, მაგრამ დასვენებაც უნდათ ხალხს რაღაცა ღმერთმა მისცეთ. ზოგი ისეთ სამსახურები აქვს რომ იმან რო არ დაისვენოს, ნამდვილად არ შეიძლება.